ყვარას გასაოცარი თამაში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ, 2 გოლი, ორივე გადამწყვეტ მომენტში და ჩვენ ალბათ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ყავს ესეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელს სოფლიო სპორტის ყველაზე მნიშვნელოვან ესტაფეტაზე ღირსეულად წარმოაჩენს და არ ვიცი თუ კი ვინმე დიპლომატიური საქმიანობით რაიმე შედეგი მოუტანია საქართველოსათვის ბოლო წლებში ამათ ყველაზე დიდი ფიგურები არიან პირველ რიგში რა თქმა უნდა ეხლა ამ შემთხვევაში ყვარა და მე ის ყველა ის ღირსეული სპორტსმენი რომელმაც თავისი ქვეყნის დროშა სოფლიო ესტაფეტაზე ღირსეულად ააფრიალა. უსურვოთ ყვარას წარმატება მომდენო ეტაპზეც ბაიერთან მიუნხენში ძალიან რთული თამაში იქნება და უსურვოთ ფინალში და ასე შემდეგ და იმედია განაცემის ჩაწერამდე საუბრობდით იმას, რომ გააჩნია სოფლიო ჩემპიონატს ვინ მოიგებს. თუ ისეთმა ქვეყანამ მოიგო, რომ კონკურენცია ოქროს ბურთზე ყვარას მიმართებით ნაკლები იყო, ჩვენ გვექნება უდიდესი შანსი იმისა, რომ პირველად სოფლიო ისტორიაში ქართველმა ფეხბურთელმა მიიღოს ოქროს ბურთი და ყვარა ამას ნამდვილად იმსახურებს. საწყენია ის, რომ ადამიანთა მიმართ გულშემატკივრობა საქართველოში ვიღაცებს ესე გაეგებათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და ამბეჭმა საქმე დაამტკიცა ის, რომ პოლიტიკური ინტერესებზე მნიშვნელოვანი არის შედეგები, რასაც მოაქვს მას ქვეყნისათვის და ზოგადად იმ საქმისთვის, რასაც ემსახურება და უსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც რამენაირად დაითორგუნა ამ პოლიტიკური манипуляციებით ამ პოლიტიკური ვიწრო იდენტობიდან გამომდინარე მათ მხრიდან შევიწროვდა, რომ მეგობრებო, ყურადღება არ გაამახვილოთ პირიქით მხოლოდ საქმეს და შედეგებს შეუძლია ამ ბოლოტიანების გაჩერება და დღეს ეხლა როდესაც ჩვენ აი პერფორმანსი ვიხილეთ, ხო? აი საოცარი პერფორმანსი ყვარასი ბოლოტიანებს არ შესწევდათ ძალა, რომ იქ სადღაც თუნდაც კომენტარებშიც მავნებლური შინაარსის კომენტარები დაეწერათ. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ აი მცირე ისეთი თამაში თუცა არ წაუვიდა, ეს ხალხი მობოქრობს ისევ და ამიტომ ყველას უსურვებ იმას, რომ შედეგებით დაამტკიცოს საკუთარი ღირსეულობა და შედეგებით გააჩუმოს ის მავნებლური ენები, რომლებიც აზიანებენ არა მხოლოდ ვიღაცის პირად ცხოვრებას, არამედ აზიანებენ ქვეყნის საქმეს და რაც უფრო მეტად შევეცდებით, რომ ეს შედეგი თვალსაჩინო იყოს ჩვენი ნამოქმედარისა, მით მეტად შევიწროვდებიან ეს ბოლოტიანები და ალბათ ქვეყნის გამარჯვება სწორედ აი ამ გზაზე არის ყველაზე ხელშესახები.